გამარჯობა. Ამ ვიდეოში მოვამზადებთ ბრეტონულ ტარტს კარამელიზირებული ვაშლით და დარიჩინის კრემით. ძალიან მარტივ, გემრიელ და არომატულ დესერტს. ცომის მოსამზადებლად დაგვჭირდება კვერცხის გული, შაქარი, კარაქი, ქვილი, გამოფხვერებელი, მარილი და გემოვნებით ლიმონის ცედრა. შიგთავსისთვის გამოვიყენებთ მწვანე ვაშლს, კარაქს და შაქარს. და ბოლოს მარტივი დარიჩინის კრემი. დავიწყოთ ცომის მომზადება. კვერცხის გულებს დავუმატოთ შაქარი და ვთქვებთ ოდნავ გათეთრებამდე. შემდეგ ვამატებთ დარბილებულ კარაქს და ლიმონის ცედრას და ვაგრძელებთ თქვეფას, სანამ ერთგვაროვანი მასა არ მიიღება. ახლა ვამატებთ ქვილს, გამოფხვირებელს და მარილს. ცომი უნდა იყოს რბილი და ერთგვაროვანი. ძალიან არ უნდა მოვზილოთ. გადმოვიტანოთ პლასტიკზე და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთით. ცომის ნაწილს შევინახავ საყინულეში, შემდეგ მოვახეხოთ გამოცხობამდე ჩვენს ტარტს. ახლა მოვამზადოთ კარამელიზირებული ვაშლი. შაქარი უნდა გახდეს ქარვისფერი. ვამატებთ კარაქს. ბოლოს ვამატებთ დაჭრილ ვაშლს. ვაშლს შუშავთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ცომში მოთავსებამდე მნიშვნელოვანია ვაშლის მასა ბოლომდე გაცილდეს. გავაბრტყელოთ დაახლოებით 9 სანტიმეტრის სისქის ცომი. აი ასეთი მოძრაობით გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. ზედმეტი ფქვილი შეგვიძლია ხელით მოვაშოროთ. თავზე მოვახეხოთ ჩვენი ცომის დარჩენილი ნაწილი, რომელიც შევინახეთ საყინულეში. ვაცხობთ 170 გრადუსზე 30-40 წუთი, სანამ ლამაზი ოქროსფერი არ მიეცემა ჩვენს ნამცხვარს. ახლა მოვამზადებთ დარიჩინის კრემს. ყველა ინგრედიენტი ერთად ავთქვიფოთ, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან კრემს.